ყველის სუპი. დიახ, მარტო ფრანგებს არ აქვთ ყველის სუპი. ჩვენს გქონია ჩვენი რაღაც. ჩვენ დავჭირდება. საკმაოდ სპეციფიური კერძია. წინასწარ ან ვამზადებთ, ვაძველებთ იმერულ ან ქართულ ყველს. დაახლოებით 100 გრამი. აი ესეთ ნაჭერებად იჭრება და გახმეს. 100 გრამი ბრინჯი, 2 ცალი კვერცხი, 2 სუფრისკოზე არაჟანი, პიტნა. ბრინჯი. ხო, ბრინჯი იყო გარეცხილი, თუ რამე, რო რამე. ნახევრამდე ვავსებთ წყალს. წამოვადუღოთ. ბრინჯი წამოდუღდა და მოიხარშა კიდევაც. დაახლოებით 15 წუთის ამბავია ამის მოხარშვას. მთლიანობაში. ეხლა მოვათავსოთ ყველი კვაფში. ვაცოდოთ 1-5 წუთი, რომ ცოტა იხარშოს. გემოვნებით დავამარილოთ და ჩავაყაროთ დაჭრილი პიტნა. ორიგინალურ რეცეპტში არ არის მითითებული არაჟანი, მაგრამ ჩემი შემოსავლელი, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ეგრე უფრო გემრიელია. უცებ ვურავთ, რომ არ აიჭიროს არაჟანი. ბოლო შტრიხი. კვერცხი. ჰოპ, ჰოპ. ერთხელ ესე მოვრიოთ. სუბუქად. და გამორთოთ. ცოტა ერბო. ბოლოში ცოტა წეული. და რა სილამაზეა. რა ლამაზია. დიახ, მე ახლა ამას ვისალ. მინდა გითხრათო. არა, არ გაკეთოთ.